წელს ეროვნულ გამოცდებზე 20%-ით ნაკლები აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ვიდრე იყო შაშან. საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით 39,000 დაახლოებით 39,000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც შაშან 47,000 იყო, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მოდით ერთად ვიმსჯელოთ და თქვენს კომენტარებში დამიწერეთ. პირველი ალბათ ის არის, რომ შაშან შესაძლებლობა ჰქონდათ მე-11 კლასელებს დარეგისტრირებულიყვნენ და ეროვნული გამოცდები წინ სწრებად დაეწერათ, იმისათვის, რომ ერთგვარად გაეტესტათ, რამდენად შეძლებდნენ შემდეგ წელს კარგი ქულების აღებას. მეორე ალბათ ისიც არის, რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა ემიგრაციაში, ბევრმა ჩააბარა საზღვარგარეთ, თუმცა ჩემი გამოცდილებით ვინც საზღვარგარეთ აბარებს, თითქმის ყველა მაინც საქართველოშიც ცდილობს ჩააბაროს, რადგანაც შეიძლება იქ ვიზა არ მისცენ, შეიძლება ბევრი რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. მესამე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ყავს გაუნათლებელი, ახალგაზრდებმა ხელი ჩაიქნიეს განათლებას. დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. რისი ბრალი იქნება ეს ყველაფერი? 20% საკმაოდ დიდია. ველოდები კომენტარებს. წელს ეროვნულ გამოცდებზე 20%-ით ნაკლები აბიტურიენტი დარეგისტრირდა, ვიდრე იყო შაშან. საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით 39,000 დაახლოებით 39,000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც შაშან 47,000 იყო, დაახლოებით 20%-ით შემცირდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მოდით ერთად ვიმსჯელოთ და თქვენს კომენტარებში დამიწერეთ. პირველი ალბათ ის არის, რომ შაშან შესაძლებლობა ჰქონდათ მე-11 კლასელებს დარეგისტრირებულიყვნენ და ეროვნული გამოცდები წინ სწრებად დაეწერათ, იმისათვის, რომ ერთგვარად გაეტესტათ, რამდენად შეძლებდნენ შემდეგ წელს კარგი ქულების აღებას. მეორე ალბათ ისიც არის, რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა ემიგრაციაში, ბევრმა ჩააბარა საზღვარგარეთ, თუმცა ჩემი გამოცდილებით ვინც საზღვარგარეთ აბარებს, თითქმის ყველა მაინც საქართველოშიც ცდილობს ჩააბაროს, რადგანაც შეიძლება იქ ვიზა არ მისცენ, შეიძლება ბევრი რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. მესამე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ყავს გაუნათლებელი, ახალგაზრდებმა ხელი ჩაიქნიეს განათლებას. დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. რისი ბრალი იქნება ეს ყველაფერი? 20% საკმაოდ დიდია. ველოდები კომენტარებს.